მშობლები ხშირად ეუბნებიან ხოლმე ბავშვებს, ამოდი, ჭამე და ისევ ჩადიო. დღევანდელი ჩვენი სტუმარი კი ამას მშობლებს პირიქით ეუბნება. მივესალმოთ, ჩვენი სტუმარი გახლავთ ანდრია ბორაშვილი. მოგესალმებით, პატივისცემულო. მოგზავნით, პირდაპირ იქით მიემართება. ახლა მე აგიხსნით, რა შეასახმეთ ძვირფასო ადამიანებო. ეს კაცი, ჩვენი ანდრია, გახლავთ შეფი ანდრია. აპლოდისმენტები. რომელიც მინდა გითხრათ, რომ პატარა ასაკიდანვე მიხვდა, რომ სათამაშოებით თამაშს ურჩევნია აი ამ ყველაფრით, რაც საქალაქია, სამზარეულოში ფუსფუსი, ანუ და აი ამ საშუალებებით თამაში. ასეა? მოგესალმებით. აი საქმის მცოდნე, პროფესიონალი, ტანსაცმელიც კი გვეუბნება იმას, რომ ნახეთ, Chief Andrea ბორაშვილი. რა სილამაზეა. სხვათა შორის მინდა გაგაფრთხილოთ ძვირფასო ტელე მაყურებლებო, ახლა ვინც ტელევიზორს უყურებთ და დიეტაზე ხართ, გირჩევნიათ, რომ ამ გადაცემას არ უყუროთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რაღაცები იქნება დღეს მოსამზადებელი, ხო მართალი? რას ვაკეთებ დღეს ძვირფასო შეფ ანდრია? იტალიურ დესერტს, მაწუნის პანაკოტას. იტალიელებს მაწონი, რა ვიცი, აქვთ საერთოდ, რა იციან მაგათმა მაწონი. მაწონი ხო ჩვენია, კარგი, ხუმრობთ, რა თქმა უნდა. პანაკოტას ვაკეთებთ, რაც შესანიშნავი ამბავია და რა გჭირდება ამისთვის, რა ინგრედიენტები გვაქვს მომზადებული? გითხარით ძვირფასო შეფ. მაწონი, ნაღები, ჟელატინი, შაქარი, ვანილი, კრემი. ეს აქ რაღაცა კენკრებია, ხო? კენკრის соуსი, ეს სადაც გამოიყენება მარწყვი, მოცვი და შაქარი. ეს პირდაპირ შევჭამო და აღარ გვინდა ეს პანაკოტა, მაგაზე რა აზრის ხარ შენ ძალიან გემრიელი. მოდი, ვჭამო და აღარ გავაკეთოთ არაფერი საერთოდ. კარგი, გავაკეთოთ. ეს პიტნა? ხო. შესანიშნავი. და რაც თავარია, ჯამი! რაც მთავარია, ჯამი! კი ბატონო, მე რა შემიძლია გავაკეთო, ახლა რით შემიძლია მოგეხმარო მითხარი. რა ვქნა? ვიღებთ მაწონს და კი ბატონო? ხვევთ. მაწონს უკაცრავად ძალიან გთხოვთ ფრთხილად ქენით, აქ არ მომეს ხას, იმიტომ რომ შემო. აი ასე. ამას დიდი ხანი უნდა? არა. არ უნდა დიდი ხანი. ეს ახლა რა ხდება, უნდა ამოვიდეს? ხო. ხო, ნუ მომაქცევთ ყურადღებას, რამდენი ხანი უნდა ვაკეთოთ ეს? აღარ არის საჭირო, კი, გადასარევი ეს დავდოთ, კი ბატონო, კარგი. ამასობაში უნდა შევატბოთ ნაღები. ნაღები უნდა შევატბოთ, კი ბატონო, საშუალოზე დავაყენოთ, ხო? კი ბატონო. შესანიშნავი. ეს ნაღები უნდა ცხელი იყოს, თბილი უნდა იყოს, კი ბატონო. და მანამდე ჟელატინს ხსნით წყალში. ჟელატინს ხსნით წყალში? გათბება. ხო. მაშინ უშნოებით ჟელატინს, ვანილს და შაქარს. სანამ ამ ყველაფერს გავაკეთებ და სანამ შეთბება, მინდა გკითხოთ, როდის გადაწყვიტეთ, რომ გინდოდათ მზარეულობა? სიამოვნებს საჭმელების კეთება, კარგად გამომზრდის და თან ბიძაჩემი და მამაჩემი არის შეფი. ბიძა და მამა არიან შეფი? აქ თურმე ძალიან მნიშვნელოვან საქმესთან ქონია საქმე. ესე იგი, გამარჯობათ მამას რა ქვია? გიორგი. გიორგი. გამარჯობათ გიორგი მამა, თქვენ მზადებით მამა. იცი რა, მე ეჭვი მაქვს რომ ზღაპრების ნაცვლად ბავშვს ხომ რა ვიცი, კერძებს რეცეპტებს ხომ არ უკითხავდით? დიახ, ეგრე იყო. ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. აი ახლა გამახსენდა. სამი გოჭი შენთვის ზღაპარია თუ კერძი? რა ვიცი. კერძი მან დაშკარად მგელია. ანუ თუ შეწვა არის, კერძად მგელს გამოვიყენებ და არა სამ გოჭს. შესანიშნავია ძალიან ლოიალური დამოკიდებულება გვაქვს გოჭებთან, როგორც მივხვდით. დედა რას გვეტყვის? დედაც მზარეულობს? არა. არა? დედა ვერ მეგობრობს სამზარეულოსთან. ანუ მამა მუშაობს ძირითადად სამზარეულოში. აგიწყვიათ ცხოვრება პრინციპში. და ანდრიას გაკეთებულ კერძებს თქვენ თუ ჭამთ ხოლმე? აუცილებლად. რა მაინტერესებს? დედიკოს და მამიკოს რა უყვარს, რას ჭამენ ხოლმე ყველაზე მეტად? დედიკო არ ვიცი, მაგრამ მამიკო შეიძლება მწვადი. მამიკოს შეიძლება მწვადი. დედას კარტოფილი. დედა ესე იგი ფაქტიურად არ ჭამს. ხო? ეს აქ უნდა ჩავყაროთ თუ ჯერ სადმე უნდა გადავიღოთ? ჯერ აქ. აქ უნდა ჩავყაროთ, კი ბატონო.
ეს ჟელატინი იყრება ამაში. ხო, ამაში ასევე ვანილს უშვებით. ფრთხილად, აჰა, ასევე ვანილს. მოდი მე მოგეხმარებით. შეფს რომ თქვენ შორს არიაროთ, აგერ აქ მოგიტანთ ამას. ვანილს და შაქარს. შაქარი. შაქარი გემოვნების მიხედვით თუ ზუსტად იცით რამდენი უნდა ჩაყაროთ? ღმერთო, ამდენი კაცო? ხო. ანუ ტკბილი უნდა იყოს ეხლა, რადგან დესერტს ვაკეთებთ, გასაგებია რა ასეთი ტკბილის? დაურავთ. ურავთ? ერთი წუთით ფრთხილად მე გავიწევი. დაიწყეთ. აბა. რაც შემიძლია ვაკეთებ. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო რეზულტატი ნამდვილად კარგი იქნება და ღირს მოცდა. აი თქვა? ალილუია. ეხლა აი ამ ორივე მასას ერთმანეთში ურავთ. ამ ორივე მასას ურავთ ერთმანეთში და შესაბამისად ალბათ დიდი ჯამი დაგჭირდება. აი, გეხმარებით. რა გჭირდება? ჯამი! ეგრე და ვასხავ შიგნით. წავიდა. ხოჩაღად. არ გინდა ყოლზით მოურიოთ, რომ ჩამოვიღოთ აქედან, მოდი, მოგეხმარები. აჰა. ეს ერთი, მოვაცილეთ. შესანიშნავია. კი ბატონო. ხედავ. ხო, სკოლაში ვისთან უფრო თამაშობ, ბავშვებთან თუ მზარეულებთან მითხარ? ის მზარეულები არ ყავს. არ ყავთ მზარეულები? არა. სკოლაში საჭმელს ჭამთ, ბუფეტი გააქვთ? კი. მერე ვარ გაიქ საჭმელი თუ არა? რა ვიცი. აჰა, უკმაყოფილო ბრძანდები? კი. უკმაყოფილო. სკოლაში საგნები რომელიმე გიყვარს? საერთოდ სკოლა გიყვარს სკოლაში სიარული? ყველაზე მეტად მათემატიკა გიყვარს. მათემატიკა გიყვარს? ხო. შესანიშნავია, ალბათ საჭიროც არის, ხო? ხო. ესეც რომ აირევა, ვაცხავთ ფორმებში. რაში? აი, ჭიქები. ეს არის ფორმები, კი ბატონო. ინებეთ, აი, ფორმა. გადასარევი. აჰა. ძალიან კარგი. მითხარი, ამას რას უშვებით ახლა? რომ გამოვიღებთ მაცივრიდან შემდეგ. ჯერ მაცივარში უნდა შევდოთ, ესა? რამდენი ხანი უნდა იყოს მაცივარში? 12 საათი. ნუ 12 საათი ახლა გასაგებია რომ ვერ მოვიცდით ჩვენ და ამისათვის ჩვენ გავაკეთეთ შემდეგი რამ. ჩვენ მაცივარში უკვე გვედოთ 12 საათის განმავლობაში. სხვა წინასწარ გავამზადეთ უკვე და შეგვიძლია გამოვიღოთ უკვე. შეიძლება? დიახ. ეს შევდოთ მაცივარში და ეს მერე შევჭამოთ კიდევ. ჰოპ. მაცივარში. ჰოპ, მაცივრიდან. ახლა რა შვებით? ეს რა? ეს ის გემრიელობები. და ეგ უნდა მოვაყაროთ ზე? ხო. შესანიშნავი არის. მოდი შევახსენოთ ახლა ამაში რა შედის? აქ არის მარწყვი, მოცვი, შაქართან ერთად. აჰა, ანუ ეს რაღაცა სიროფივით გამოგდის, რომელიც არის ძალიან. დედა რა გემრიელი რაღაცა იქნება ეს. მარტო გემრიელი კი არ იქნება, ისეთი ლამაზი არის, რომ აი პირდაპირ რო უყურებ, ეგრევე ჰოპ, პირდაპირ იმიანად ჭამო, რა ქვია. მე მინდა სხვათა შორის ვინც არ იცით, გითხრათ, რომ ანდრიას თავისი YouTube არხი აქვს და ძალიან ცნობილი YouTuberi გახლავთ ამ თვალსაზრისით. რო დაინტერესდებით, შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნახოთ მისი გვერდი და გამოიწეროთ და მერე რა უნდა ქნან კიდე ლაიქს უნდა დააწუნო. უნდა დაალაიქონ, აბა ესე როგორც. ეგ ჯემს ვასხავთ კიდე ზემოდან, რა საოცარია. გეუბნებით, ვინც დიეტაზე ხართ, მოერიდეთ ტელეეკრანებს. ხო. სად არის? ხო. ნახოთ ერთი რა გააკეთე. იქნება და უგემური გამოვიდა. ეს იმიანად უნდა მოვიღო, ხო, ქვემოთ რაც არის? ერთი წუთი? ეს პიტნა. მე არ მინდა პიტნას, არ მიყვარს პიტნა. მე დავიწყებ ისე. უპიტნოთ ხო შეიძლება? ეხო გემოვნების ამბავი. ერთი აბა თუ დაგაცდის. როგორია? შესანიშნავია. მაშინ მე გავშე ყურადღება. პანაკოტა იტალიური. დამზადებული სპეციალურად გადაცემისთვის პატარების დიდი შოუ, დიდი შეფისგან, ანდრიასგან. აპლოდისმენტების თანხლებით.
ესე გააგრძელეთ რა აპლოდისმენტები, არ მცალია მე. ძალიან სასწაულია. მე მადლობა მინდა გითხრა. ძალიან კარგი იყო. რადგან შენ ასეთი საოცარი დესერტი მოგვიმზადე, შენ რა გეკუთვნის? საჩუქარი. ფაგიოსგან. აქ არის ბევრი საინტერესო რამე სათამაშოებიც არის რაღაცები და ფაგებია შიგნით, რომელიც დაგიცავს გაციებისგან და ყველა აბსოლუტურად რაც არსებობს იმ ინფექციებისგან. დედამ იცის ფაგიო და კიდევ იცი ვინ უნდა მოვიდეს? ლოკომოკოს ლომი! ლოკომოკოსაც უყვარს. ტკბილეული სხვათა შორის ხომ მართალია? კი, უყვარს. აი, ასეთი შესანიშნავი საჩუქარი. შეფი ანდრია ბორაშვილი!